მოგესალმებით მეგობრებო. უმრავლესობამ გაიგეთ ჩემი ამბავი. ავარია შემემთხვა, ვინც არ იცის. გურიის გადასაღებად ვიყავი წასული და ძალიან ცუდი ავარია მომივიდა. მტერი არ მყავს თქო ვიძახთი და უკვე მტერი მყავს. ღორი გახდა ჩემი მტერი მეგობრებო. ოფიციალურად მტრიანი კაცი ვარ. ღორი გადმომიხდა გზაზე არსაიდან და დამლეწა საშინლად რა და მოტოც თუ მდგომარეობაშიო, მეც როგორც ხედავთ, არ ვარ სახარბიელო მდგომარეობაში. ბეჭის ძვალი მაქვს გატეხილი, გახეხილობები ბევრი, 2 კვირაზე მეტი გავიდა უკვე და აი კიდე რა ვიცი, ძალიან ცუდად მაქვს ფეხი, მუცელი, ესხელი და აქაც აი ცოტა გაიარა, მაგრამ ეს ძალიან ღრმა რაც იყო, ისინი დარჩა. ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართვა რაც მინდა გავაკეთო ამ ვიდეოში და ესეთი ფორმატით, იმიტომ ვარ არის სამადლობელი რა. მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს მეგობრებო გვერდით დგომისთვის, ვინც არ იცის Black Bells-ზე ჩემი არხიდან რა თქმა უნდა გეცოდინებათ, Black Bells-ის დამფუძნებელმა ბილიმ გააკეთა პოსტი, რომ ლაშას ესეთი რაღაცა შეემთხვაო. მაგ დროს მე გადათიშული ვიყავი, ვერ ვაზროვნებდი რა თქმა უნდა და ძალიან ბევრი ადამიანი დამიდგა გვერდით ფინანსურადაც, მორალურადაც, რავი, მომხნევებენ დღემდე, რავი, ცდილობენ გამომხიარულონ, ხო და ყველას მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ მეგობრებო. სიტყვები ახლა აქ ნამდვილად ზედმეტია და ვერც სიპოვი სწორ სიტყვებს სამადლობელად, მაგრამ ერთი დაპირება რაც შემიძლია მოგცეთ არის ის, რომ კარგი პატივისცემა ჩემზე იყოს რა. რამე კარგი ივენტს აუცილებლად გავაკეთებ თქვენთვის ყველასთვის და ერთად გავერთობით ყველა აუცილებლად. სპეციალურად ამ ამბავთან დაკავშირებით ჩემი ძმაკაცი ვარელი ჩამოვიდა, თუ ამოვიდა ჩემთან და მეხმარება რომ ეს ვიდეო სადამდეც მიმდინარეობდა გადაღება და სადამდეც შემემთხვეოდა ეს ამბავი დავამონტაჟოთ რა და რა მოხდა და როგორ მოხდა კიდე ვიდეოს პარალელურად ან ვიდეოს ბოლოსკენ უკვე მოგახსენებთ. წავედით უყუროთ. სალამი მეგობრებო, როგორ ბრძანდებით? მოვიდა გურიის დროც. გურიაში მივდივარ, ძალიან მიხარია. რა თქმა უნდა, ჰელმეტარიუმს შემავიარე ჯანისთვის. დაგეგმილი მაქვს ერთი ადამიანის ნახვა, ერთის არა, ორის. მაგრამ სიურპრიზად დავტოვებ. თქვენ ვიდეო დაალაიქეთ, არხი გამოიწერეთ და წავედით. მესამე მოგზაურობა უკვე მეგობრებო, შეამჩნევდით როგორი გამოწყობილია აქაურობა. Action Pro-ს მიერ და ძალიან მადლობელი ვარ. ძალიან ასწორებს ტელეფონი აღარ მიჯდება, სულ მიჯდებოდა, აი ყველა მოგზაურობაში სულ ტელეფონის პრობლემა მქონდა რა და არა მარტო ტელეფონის. აი შეამჩნევდით ეხა უკვე აქ ჩარტაც ჩამოვკიდე. თუ საჭირო გახდება, აქ ელემენტებსაც დავტენი გზაში. და მაგრად ასწორებს რა. მადლობა დიდი Action Pro-ს. ორ შაბათია მათვარიცია, სამ შაბათია მათვარიცია, რა ყოველი დღე შაბათია. ელისთან გასვლა, ნუ ეხლა კიდე არ არის ესეთი ამბავი. სულ პრობლემა არის.
წვიმის გარეშე როგორ გამოვიდოდა ეხა ნუ მე ხომე აღარ ვიქნებოდი ეხა რო არ ეწვიმა ამის დედას ჩემი ყველა გამოსვლა წვიმიანია მაგრამ აი ცოტა იკლებს და გზის გაგრძელების დროც მოვიდა გადაიღო წვიმამ და იბედია აღარ იწვიმებს მიდი შემოკვიცო მიდი 2 საათი სრულდება ღამის სად შემოვედი მე თვითონაც არ ვიცი იმედია არ წავიქცევ არა სადღაც ზღვისკენ მივდივარ უიჭველია გზაც შედის აუ ხო ვიღაცის ეზოსთან მივედი შემიკაი აუ ახლა უნდა ვეძებო საწავით ღამის 2 საათზე ვინმე რო შემხვდეს კი ვკითხავ არა ვინ უნდა შემხვდეს ღამის 2 საათზე ყველას შემოღობილია ყველაფერი კერძოა იქნება გამიმართო აუ ახლა უნდა გამიმართო რაშას იარო გამიმართო შესასვლელი ცუდი იყო იმედია გაგრძელვა მე რაც გაგრძელება არ რატო ასეთი ტალახი ამის დედავატი ხვეწები ღობე არ დამხვდე რამე რა გამიყვანი ზღვამდე მე ბიჭო ეგარი პროსტა ჭრდილი არ იქნება როგორ ცხოველთვის ჩავრჩი მე მგონი ჩავრჩი ცელოფანი დავდო ეხლა და იქნება აქედან გავიყვანო მოტოციკლეტი არა ჩავრჩი რასასაცილო რამაცინებს რა საკაიფო ჩავრჩი ბევრს არ ვაწვალებ თორე უარესი მომივა იყოს ასე ამის დედაცვატი აი პირდაპირ ნაპირზე ვარ პროსტა დილით მზე გამიხევს თავს როგორც ყოველთვის არა უშავს ძალიან სანაპირო მოვინდომე ძალიან პირდაპირ ზღვის პირას ვარ და არანაირი ხე არანაირი ჭრდილი აუ იცოდი რომ ასე მომივიდოდა რა მაგრამ კაია კარვის გაშლებით და ასეთი რაღაცები ხა მე მგონი დიდად არ გაინტერესებს ვარ ჩავრჩენილიყავი კაი იქნებოდა ძალიან ისეთ სიბნელე იყო მოტოს განათებითაც ვერ მივხვდი რა სადამდე უნდა შემოვსულიყავი და ამასობაში ქვიშაშიც გავიჭედე ვიცადი აქ ცოტა მიწისკენ თუ ბალახისკენ ამოყვანას მაგრამ გაიჭერა და აღარ ვაწვალე უარესად ვარ ჩავიდეს ქვევით არა უშავს მოღრუბლულია იმედია დილასაც მოღრუბლული იქნება და ვაფშე იწვიმოს რა ხვალ დილას და დავიძინებ კარგად თორა და ადრე მომიწევს ადგომა ცოტა ხო არ დაგველია მიუხედავად იმისა, რომ 1 საათი თუ 2 საათი მეძინა და სიცხემ გამაღვიძა რა თქმა უნდა, რასაც ველოდი. მაინც კაი დილაა ბიჭო, მაგრამ მისწორდება, ჩემი კაი დილაა.
ისი მაიკით მოძრაობს. რანერ კაცან ვარ, ეხლა ჩამოსული ნახე. ბატონი ჯენგო მეგობრებო. აიცა. ჯენგო და რობერტი უნდა დავაზმაკას ორივე არიან ველოსიპედისტები და თან იმიანი რა ქვია. აკუმულატორიანი. სადომი პანე რა ქვია ქაურობას? სახელი რა გვაქვს? სახელი ქვია რამე დუქანს? ჰა? სამეგობროს კუთხე. ანუ ლანჩხუთელი ვარ, აგანი ბევრჯერ ვარ. რა სახელი რა გვინდა, რა წმინდა მითხარ. იმნოი, ჩვენებურად. კი ბატონო. მარტივი და კაი. ამ დილაუთენია. საცხა კაი ადგილას წამიყვანებ ლანჩხუთზე, ჩემ და კაი ადგილი აია. არა, ხო სვეცკობები და ისინი ჩვენთან შორს. ვაკ, მაგრამ არ გვინდა რა. შემოსული არ ვართ უკვე გვატაკეს აგერ და გვაძალეს ლუდი. ვერა მაგ ველოსიპედზე. გადაობა გითხრა? ჩემი მოტო აყენია და ამის ველოსიპედი და კაცი შემოვიდა და ველოსიპედზე დაიწყო კითხვის დასმას. რა მაგარი ველოაო. ხوار დავამძიმოთ მე. ჩემთან მაგნეს შეკითხები არ შეიძლება, მე სულზა. ჭაჭა. ესე იგი მეგობრებო, რაც ჩემი მუღამი არის ამ მოგზაურობის, კი იცით უკვე ახლა მე რამდენად ვიმეორებ, მე რამდენი ვიდეო არის, ეს სინემატიკ კადრები და დრონი კი მაქვს და რაღაცა ლამაზობებს, რა თქმა უნდა, ყოველ ვიდეოში გაჩვენებთ, მაგრამ აი ეს არის მთელი ჩემი მუღამი და ეხლა ვარ ძალიან გახარებული პირადად გაცნობით. და რო შევხვდეთ და კიდე ვიზეც გეუბნებოდით ყველაზე იქაურს გაჩვენებთ ხო სოკო არის ჩვენი ძმა კაცი ისიც მოვა ეხლა ბათუმიდან მოდის კიდე დაგვემატებიან მეგობრები და როგორც სოკო მითხრა აქაური ბაიკერები უნდა გავიცნო ჰარლებიანები და კრუიზერებიანი ბიჭები და მე მგონი მაგარი ამბავი გაჩაღდება დღეს მეგობრებო ეხლა სოკოსთან მივიდივარ არ ვიცი ჩამოსულია თუ არა უკვე შენ ხო იცით ხოლოს კი მიახლოებით ხო მიახლოებით არა და თუ არ არის ჩამოსული თავის სახში დავხვდები და თუ ჩამოსულია ხო კაი. მეგობრებო, აქაურობას რაც შეეხება ჩემს ვიდეოებში, ხა მოგზაურობის ვიდეოებში ხო ვაკეთებ იმას რეკომენდაციებს. აქაურობას უდიდესი რეკომენდაცია ნომერი 1. Let's go. თუ გურიაზე მიდგა საქმე, ჩემთვის ყველაზე აქაური ვინც არის, ხა ის უნდა გაგაცნოთ. თაზოსთან ვარ სტუმრად სოკო კაცთან და დაპირებული ყველაზე აქაური ჩემ თვალში ვინც არის, ჩემი ძმა კაცი. თაზო მეგობრებო სოკო იგივე სოკო კაცი აი ხავარ ლანჩხუთში სტუმრად სოკოსთან ამის გარდა წევან კი ნახავდით ჯენგოც ჩემ გვერდით არის კიდე შემოგვიერთდებიან მეგობრები რომლებსაც ზოგს ვიცნობ ზოგსაც გავიცნობ ფათაშორის ბევრი მოტოები ყავთ ხო და აი მაგარი 6-7 არიან რა ძმები მაგარი მუღამში ვარ გუშინ ჩამიგდო ფოტოები ჰარლები, კრუიზერები, ვიღაცები, რომ აი ძმებიო აქ გელოდებიან. ოთან ეხლა უცხოდო ეს ამდენი ხანია ვიდეო ვაფშე. არ გადამიღია ენა. თუ ძმა ხარ, ერთი შენ და კამერის უცხოობა, მაგრამ არა, ხო, მაგრამ ახლა უყურებ, მეთქი ვინ არის ეს ახალგაზრდა? და რამდენი ხანი არ მინახი ხარ და საშევხდით, აგერ გურიაში. და შენთან სახში. ეზოში ვარ, მომჟდრები აგერ. პატარა შეგვიძლია. პატარა. ჩავარტყათ. კი. ბიჭო, სანამ ახლა ჩვენ გავალთ მაღაზიაში და სანამ დავიწყებთ ჩვენ ესე შარვალ კოსტუმის შეკერვას და გამოწყობას. მანამდე 1-2 სიტყვით რა მინდა იცი მითხრა? ლანჩხუთზე მაინც შეგიძლია თქმა იმპონჩი რომ ეხლა სეზონია. გასაგებია ხალხი ჩამოდის, ლამაზია, მაგას ვეუნები ხა ყველა სადაც დავდივარ იქ რა ჭალეჩხუბშიც ეგ შეკითხვები მქონდა. სეზონია, ვიღაცები ჩამოდიან ბებიებთან, ბაბუებთან თავის სახლებში ეს და ხო, ცოტა სიცოცხლე იგზნობა. დანარჩენ სეზონებზე როგორია? სამთარში? ხო. სამთარში მოკლედ ყველა ვართ ოთახებში ბუხრებთან შეკედლილები. მედის იმენა ღვინისმა. წვადები, ამბები, ბუხარი გიზგიზებს. პლანი აღარ გინდა თუ აღარ იქნებაო და ამეიღენ რეცეპტიდან. მენიუდან ამოღებული მაგი ნარკოტიკი გახადენ და. ქართობა აქ რა არის ხა ახალგაზრდობა რითი ირთობს თავს თუნდაც ძველგაზრდობა კაცო რა მნიშვნელობა აი სკვერები გააკეთენ ორი ცალი და ბირჟაობა რა ძირითადად და ეხლა მე მინდა რომ რაღაცა ამ ზაფხულს 1-2 ივენთი ვაჩუქობ აღნებს მუსიკალური რაღაცა საღამოს გულაობები
ცუკი. კი. ჭირდებათ ბიჭო ახალგაზრდებს, რა ვიცი, ძმა, უნდა გაუკეთოთ ესეთ. გურულებსო მომსპარიენა აქვთ. ხო, კი, თავი გააქვს ძმა ხუმრობებით რა. აი შეიძლება ბანკში კონდეს $100,000 ვალი და ისე დაგიზდება გვერდით და ისე იმხიარულებს, გაგონება იგი რა ქვია 10 ლარი გაქვს მეზობელზე მისაცემი. ჩვეულებრივად არის. ხალალი გული. ხო, მისია რა, რაც ასე. იყვის რაცხაებს და შენ უბრალოდ გეცინება იმენა. კაია, იმედია შევესწრებით დღეს ეგ თან გესახვა ხვალ. ნახავთ მაგნაირ ბაბუებს და იგენს ეხა ჩემი პატარა თაობა რომ მოვა მოტორელებით. მაგენი კლათ დაგვაკვალიანებენ და მიგვიყვანენ, მოგვიყვანენ. გადარეული ძეგლი არ გურულის არ დაგვავიწყდეს იქინე გადარეული. მეინახე იქ რომ შემოდიხარ. არ დაგვირებული. ცენტრში ასე დიდი ძეგლია, აი ძალიან დიდი რა და გადარეული გურული ქვია და ეგაა ჩვენი სიმბოლო რა ეგ. წამოხა მე და შენ მოვაჯდეთ მოტოციკლს გავს გურული. დილამშვიდობის გურიდან მეგობრებო, ეს ძალიან კაი დღე არის. დაგეგმებინოთ რაღაცეები, აქ ირგვლივ გასვლა, ლამაზი ადგილების მონახულება, პატარა რაიდები, აქაური ბაიკერები. მაგრამ ეხლა ჯერ პირველ რიგში ყავაზე უნდა გავიდე ცენტრში, ყოფილა რაღაცა ყავის ამბავი და წავედით ვნახოთ. მოკლედ ახლა მართლა დილამშვიდობის ბულანჟერიიდან დღეს იქ პივნოისში აღარ გავედით, რა თქმა უნდა, ახლა ნუ იქ რო ჩვენ ვისულიყავით, დღევანდელი დღე ჩავარდებოდა, მაგრამ ძმამ იქედან არაფერი არ შეშლია ძმამ, აგერ გვიგრევა პივა, მიირთვითო, აქაც კაი გემრიელობებია. ამაზე უცნაური სახელი მითხრა, რაღაცა რა ქვია და მავიწყდა. რაღაცა, მაგრამ თურქული სტილი არის რა და ძალიან გემრიელია. აზავია. მაინგიანია ხო, ბეკონია. ბეკონი და ყველი. ამათ აქვს გურის პურები, ბრო. ძალიან მაგარია რა. ხო, დილამშვიდობის გურია. პირველი გასვლა გვექნება ჩიხეთის დედათა მონასტერში. 20 კილომეტრს გავივლით მთაში, მიხოუ-მოხოუ გზებში. როგორ მონასტერში მივდივართ, ესე იგი? საბჭოთა კავშირის დროს ყველგან რო გაჩერებული იყო წირვალოცვა, ერთ-ერთი იყო, რომელსაც ერთი დღითაც არ გაჩერებულა. წირვალოცვაში. აი, საინტერესო ინფორმაცია. ეგეთ ადგილას მივდივართ. აქ კიდე მთავარი გმირი რო ყავს, ჯენგო, აქ ტყილა კი არ არის, ძმაო. ეს არის მეგობრებო, ვინც არიცით და არიცნობდით, ძალიან მაგარი კულინარია. მასტერ შეფში რომ მივიდა იქანა ჩააჩოქა და ეგერი ხალხი სიმონ და დღეს სადღაც ბუნებაში ძალიან გემრიელობა რაღაცა უნდა დაგიმზადოთო ძმა მაგერ და რა თქმა უნდა მაგასაც იხილავთ და ვინც ღამე უყურებთ ვიდეოს, ჩემ ბრალი არ არის, მე არ ვდებ ღამე ძმაო 7 საათზე ვდებ. უყურეთ 7 საათზე და რაც კიდათ ის ჭამეთ. მოკლედ მეგობრებო, აქაურებს თან გადაყოლაცოდიათ ძმაო. მენა გურულები არიან ხალხი. მართლა ოღონდ რა, ეხლა გადამეტების გარეშე ვიძახი დედას ვიცავა რა. იმენა ამაგდეს ჰაერში და მაბურთავებენ 2 დღეა. იმენა არ ჩამომიშვეს ძირს. სასწაული ხალხია რა. აგერ 2 ბაიკერი, ვისაც სალია, მოდიან ჩვენთან ერთად. დანარჩენები საღამოს გავიჩიტებიანო და იმედია მართლა გაიჩიტებიან. წავედით? Honda Shadow უკვდავი. ეძბებს ავეკიდები რა თქმა უნდა. მოტოები ერთად. მოკლედ რო იცოდეთ ძმებო, მოტოციკლეტისტებო, აქაც ყავს უკვე ჩვენი ხალხი შეიძლება ითქვას. სულ ახლახანს დავიწყეთო, გაბევრებაო რა, როგორც ბიჭებმა მითხრეს. თავიდან 1-2 კაცი დავგორავობდითო და ეხლა მეტრი ვართო და მაგრა დასწორებს რა. ანუ აქეთ რომ მოხდებით, რამე თუ დაგჭირდებათ, უკვე იცოდეთ რომ ჩვენები ყავს რა.
ეხლა ამ ბიჭებთან ერთად არ მივლია არასდროს და არ მინდა მეუკარნახო ტემპი. თვითონ როგორც გაუსწორდებათ, სტუმარი ვარ, უნდა გავყვე. არ შემიძლია ამ კომფორტისთვის, რაც Action Pro მომიწყო აქ სამაგრი ტელეფონის სატენი, რა თქმა უნდა quad lock-ი, ჩემთვის დედამიწაზე ყველაზე მაგარი ტელეფონის სამაგრი. მადლობა მინდა გითხრათ მეგობრებო, ასეთი კომფორტისთვის. ძალიან ხარისხიანად გძნობ თავს, შეიძლება ითქვას. ასევე ჰელმეტარიუს და დიდი მადლობა ამ ულამაზესი ჩაფხუტისთვის და ამ ულამაზეს ჩაფხუტში სცენა მაქვს ჩამონტაჟებული მეგობრებო და ახლა დაურეკავ ჯეგოს და კითხავ რამდენი ხნის გზა არის თქო. მართლა მაინტერესებს, რამდენი ხანი უნდა ვიაროთ. საწავს არა უგზია ჯერ. ბიჭო რამდენი ხნის გზა არის დაახლოებით ჯენგო? ხო. ოკეი, კაი. მაშასე ჯენგომ გადაწყვეტა რომ იხვით რაღაცა გააკეთოს. ჩახოხვილი თუ იქნება, გამოვა ჩაიხვილი. ჩაიხვილი. ხობი არ აკვავს, იხვი გვყავს. აი. და ვაკეთებთ ჩაიხვს. მე რას ვაკეთებ რა, ეს პირველი ვიდეო ჩემს არხზე, სადაც მე არ ვაკეთებ საჭმელს და ნამდვილი პროფესიონალი ნახე როცა რა ჩქარია ჩემ. მანუელი. შეხედე. სისხლზე არ დამიყვა. თუ რა. გურიაში ჩამოვასა. მე ხავზე. ხახვის დროს გიჟივი დავჭრი. მაგარი დანა აქვს ნახის. დანჯახი. ეს მაგარმა კაცმა მაჩუკა, ნიკა, TikTok-ზე კონტენტი აქვს დანებს აკეთებს რა და მეთქი მაგაიდან თავის ქართულია, ქართული ჯიგარ. მოკითხა ხაროში, რა კაიდან აი კარგად გაჭრის მეთქი და მისამართი მომწერა მითხრა ტიპი. შეხეთ, მოდი პროსტო ჩემი. ჩემი, კაი, всё. აბა ეს დავანახე. ბარიატრიის შემდეგ როგორია დალევა? ენდი ყლობი. გადათ ასე ჭრი ჩვაში. გადაშალოთ რაგამდე. არ დაგეიცი, კარგად ბოლომდე. შეხედე? ამას კაპან. გერდა ჰორიზონტალი. ასე ჩაჭრი. მე ერთს ასე ჩაჭრი. შანკუიშ. აი მეგობრებო, როგორ უნდა? ყველაზე მაგარი ის არის ამაში რომ თავის მონადირებული იხვია რა. აი, ნელა შემდეგ ნაბიჯებსაც გადავიდე. მაზაკ წიწაკაში რა. და პომიდორი არის მჟავე, აზოგადად, რა. სიმჟავეს გამოყოფ ტომატი. ხო. ცოტა შაქარი, რომ მოუსპოს ხოს. სიმჟავე ჩააქროს რა და ცოტა შაქარი უნდა რა. ვარ.
და ჩააწ. ოპა, გადამწვანდა. ჩაიხვილი, მეგობრებო, პირველად ჭამ ცხოვრებაში ჩაიხვილის. ოპა, ვაუ. რა მოასიყვარულა იქინე, ჩააწაწუნეთო რომ. აბა, ჩაიხვილი. შერთა მაგვიდით? ამეთქი. ჩააწე ბიჭო. აუ, პური ასე ჩააწე ბიჭო. ჩააწე. იმის აღარ ვაკეთებს აჭმეს, აი უკუჭიანი ხალხი რო არ ჭამს წესიერად რა. ხოგდა ძაღლუკ. მოულა გაია, ბიჭო. თვითონ ხორცი მაგარი მურტალი საჭმელია ზოგადად რა. თვითონ ქალბატონი იყო. ეხლა შევალთ ჯიხეთის დედათა მონასტერში და აგერ წარწერა რაც არის, მაგასაც გაჩვენეთ. ძალიან თუ და გაინტერესებთ, მიაპაუზეთ. აუ ეს რა ლამაზი არის, პატარა ნახე. რა პატარა და ლამაზი არის. მაგრად გაგვიმართლა პატარა ლოცვასაც დავესწარით. თან ყველაზე მაგარისიო რომ თავის გალობით იყო ყველაფერი და რაღაცა პატარა დაგვამშვიდა სიმონ პატარა. გრძელდება გურული მოგზაურობა მეგობრებო. ეხა ჩავალთ ისევ სავარაუდოდ ლანჩხუთში, თუ რამე არ მოიგონეს მანამდე რა გვინც გარეთ გველოდება იმათმა. დავიწყებთ ჩაის მოძიებას, ხო? ჩაის მოვიძიეთ რომ თან გავსინჯო აქაური ჩაი, თან გადავიღო ცნობილია ხაურობა ჩაით და როგორც ვიცი დღესაც პატარა პლანტაციები არსებობს რა და ეგეც ვნახოთ უეჭველი. გურიაში სტუმრობაო, არ გეგონოთ ხუბრობაო და უცად ცუდად. ეს რა ყოფილა ბიჭო? ისეთ საშინელი კივილები მაქვს. ვერაფრით ვერ გამიყვიჩეს მორფები, ისინი ძალიან ბევრი გამიგეთეს და დამუშავება რომ დაიწყეს აგერ ხელის და ამ ხელის ამ ყველა კივილმა ერთად და ამას აწვამ. ინაღამ გული წამივიდა კივილისგან და უცლის სარი და ფეხი არის დარჩენილი. ახლა რა ცოტა ხანში მაგას დამიმუშავებენ და ჯერ ქუთაისში ჩავიდე, იქ ჩამომაკითხავს ჩემი ცოლუკა და
მე თბილისი. თოდაში და თუ ოსტატ თბილისამდე როგორ ჩავალ არ ვიცი. ბიჭება ჩამომიყვანეს ქუთაისამდე ხა მანქანით. ლადოსთან ჩემს მაგასთან და ჩემი ცოლი და ცოლის ძმა მოდიან თბილისიდან. არ ვიცი ზუსტად სახელი. აი ვერ გავიგონე თუ რაღაცა ბაიკერი ყოფილა ჩვენი ძმა. ვიღაცა ტრავმატოლოგი თუ რაღაცა და აი რა გადაბრუებული ვარ. უნდა წავიდე იქ საოპერაციოდ. ეს მუცელი და ფეხები და ეს გადატყო კაროჩე რა. მართლა ძალიან იმენა ძალიან ცუდა თქო, მართლა გაუსაძლისია რა. არა და იმდენი გამაყუჩებლები და რაღაცები მორფები და რაღაცები გამიკეთეს. შოკში ვიყავი, და კაიფში ვიყავი, მაგრამ ტკივილი მაინც მქონდა. მოდი შოკისა რა მეკითხე. ნახავდით უკვე ვიდეოსაც რა კარგად მიდიოდა ყველაფერი და როგორც დამთავრდა მაგასაც ნახავდით. რა თქმა უნდა კადრები რომ ქონოდა ეხა ინციდენტის მაგასაც ჩავსვავდი ხო მაგარი ნახვებიც ექნებოდა იდეაში. ხო და ბევრი ვერაფრის გადაღებას შევძელი და მე მგონი გასაგები მიზეზების გამოც რა და თხოვნა რაც არის მე არ ვიცი როგორ გავაგრძელებ ეს პერიოდი YouTube-ზე მოღვაწეობას შეიძლება ის ჩემი ძველი რეაქტების ვიდეო დავაბრუნო სახლიდან მუსიკას რო უსმენდი. შეიძლება ფეხზე სიარულს როცა დავიწყებ ეს ხელი დიდი ხანი მექნება ესე ჩამოკიდებული უბრალოდ წამოყვეთ ვიღაცებს ან მანქანით ან რაღაცა და ჩვენი საერთო ივენთები რაც იქნება მე გადავიღო. მაგრამ ერთადერთი რაც ვიცი ის არის რომ ალგორითმს ისე ვეღარა უწყობ ფეხს YouTube-ის და დახმარება ამიტომ დამჭირდება თქვენი რომ იქნებ რამენაირად გავავრცელოთ ჩემი YouTube არხი, გამომწერების რაოდენობა ცოტა გავზარდოთ და ლაიქების ძალიან ძალიან დამავალებ. კომენტარებიც კაი საქმეს აკეთებს როგორც ვიცი. ეგ იყო და ეგ. შევხვდებით ან ერთი კვირის მერე ან ორი ან რა ვიცი, ნახოთ. კარგად ვწანდებოდეთ.